ჩვენ გავიტანეთ აქედან მიწა, გავასუფთავეთ ფართი, იატაკის დაგება და ინვენტარის შემოტანა შემდეგ ეტაპზე მოხდა სრულიად ჩვენი თანხებით. თელავის მედია კაფე დეკემბრიდან ფუნქციონირებას წყვეტს. 4 წლის წინ ქალაქის მერიასთან დადებულ საჯარო ხელშეკრულებას ვადა 8 დეკემბერს ეწურება. 2 წლიანი მოლაპარაკების მიუხედავად მერია ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარს ამბობს. ამის მიზეზად ისინი შენობის პირველ სართულზე არსებული სამხატვრო სკოლის ტერიტორიის სიმცირეს ასახელებენ და სივრცის სკოლისთვის გადაცემას აპირებენ. იყო დაპირება ამ პერიოდის მანძილზე, რომ მედია კაფისთვის არ მოხდებოდა შეჩერება და გაუგრძელდებოდა ჩვეულებრივად იჯარა, მაგრამ ვითარება შეიცვალა, გადაწყვეტილება შეცვალეს და ეხლა საქმე გვაქვს მედია კაფის დახურვასთან. სამხატვრო სკოლას ამ დროისთვის 120 მოსწავლე ჰყავს. სკოლის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ გაფართოების თხოვნით მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა დადებითი პასუხი მხოლოდ ახლა მიიღეს. ამჟამად რაკი ხელშეკრულების ვადა გაუვიდა, ჩვენ უკვე სურვილი გვაქვს, რომ ჩვენ გავფართოვდეთ, რადგან დებულებაში გვიწერია, რომ სკოლა უნდა იყოს 6 წლიანი. როდესაც ჩვენი ფართი, ჩვენ საკუთრებაში მყოფი ფართი ჭირდება ჩვენსავე ორგანიზაციას, რომ განავითაროს მასზე დაგისრებული უფლება მოვალეობები, ცხადია, ჩვენ პირველ რიგში ვანიჭებთ მას უპირატესობას. ეს არის და ეს. ჩვენ განვიხილეთ ალტერნატიული ფართის შეთავაზება. მე დარწმუნებული ვარ, თუ სწორად მახსოვს, მათმა ერთად ნახეს წავიდნენ ესეთი ფართები. ჩვენ მზად ვართ შემდგომი თანამშრომლობისთვისაც. ალტერნატიული ფართი შემოგთავაზეს რამდენიმე ვარიანტი, თუმცა მედია კაფისთვის და რედაქციისთვის არის სრულიად შეუსაბამო. ქალაქიდან არის შორს, ვერ მოხდება ინტეგრირება ვერანაირად, ეს არის, არ არის იქ არანაირი პირობა, არის თავიდან გასაკეთებელი. მედია კაფე გაზეთ კახეთის ხმის რედაქტორმა მაია მამულაშვილმა 2012 წელს საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით დააარსა. ნახევრად დანგრეული სარდაფი ორგანიზატორებმა გაარემონტეს და იქ კომფორტული სივრცე შექმნეს. მას შემდეგ კაფე თელავისთვის თავისუფალი დისკუსიების ადგილად იქცა. დღემდე აქ უკვე 500-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის შეხვედრები, დისკუსიები, ტრენინგები. იმის მიუხედავად, რომ ორგანიზაცია კომერციულ საქმიანობას ეწეოდა და ეს შემოსავალი დამოუკიდებელი გაზეთისთვის დამხმარე ბიზნესი იყო, მედია კაფე მსურველებს ხშირად უფასოდაც მასპინძლობდა. ძალიან ხშირად ყოფილა სხვადასხვა კარგი ღონისძიებები, მეც პირადად ყოფილვარ ზოგჯერ ორგანიზატორი წამყვანი და ვფიქრობ, რომ ძალიან დააკლდება და სამწუხაროა, რომ ეს მომენტი არის ახლა, რომ შეიძლება დაიხუროს. საერთო ჯამში ეს იყო არაჩვეულებრივი თავშეყრის ადგილი თელაველებისათვის, სტუმრებისთვის, ნებისმიერ ადამიანისთვის, ვისაც ჭირდებოდა ტრიბუნა, კულტურული ტრიბუნა, თავისი შემოქმედების გამოტანა, მოსაზრების გამოთქმა ფართო საზოგადოებისათვის. იქნება იგივე სივრცეში, იგივე ლოკაციაზე თუ სხვა ადგილას, სხვა ლოკაციაზე. მე იმედი მაქვს, რომ როგორც მედია კაფე, როგორც კონცეფცია დარჩება და იარსებებს. მედია კაფეს გადარჩენის თხოვნით უკვე მომზადდა პეტიცია პრემიერ-მინისტრის სახელზე. ხელმომწერები გიორგი კვირიკაშვილის დახმარებას თხოვენ და ჯერ კიდევ არ კარგავენ იმედს, რომ ხელისუფლება თელავს თავისუფალი სივრცის გარეშე არ დატოვებს.